დილამშვიდობისა. Ყველას დილამშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, აი როგორ უნდა ჩაიცვა ესე და არა ისე შეგინთ მაიკა რომ ენცვა, მაგრამ დღეს თბილა და იმ დღეს ციოდა. აბა როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? როგორია თქვენი დღე, თქვენი დილა, თქვენი სული, თქვენი განწყობა? მე ერთი ყავა უკვე გავლიე. მე ერთი ყავა უკვე დავლიე. ევასთან ერთად გავატარე დილა. ასევე ვუყურე. ეს არ ჩამივარდეს. ასევე ვუყურე ჩავრთე ანიმე, ზღვის შვილები ასე ქვია. სასწაულია. ჯერ ნახევარი ვნახე, მაგრამ რაც ვნახე უკვე ძალიან მომწონს. წავიკითხე კომენტარები. კომენტარების ნაწილი არის იმ ადამიანების, ვინც იგებს ჩემს სულს. ანუ ჰეითერული კომენტარი არც ერთი არ ყოფილა. იყო კომენტარები ადამიანების, ვისაც ესმის ჩემი სული, ვინც ხედავს ჩემს სულს და ვისაც ესმის მე ასე ვსაუბრობ. ასევე იყო ადამიანების კომენტარები, რომლებიც არანაირად არ იყო ნეგატიური თვალსაზრისით დაწერილი. მაგრამ ადამიანებისა, რომელსაც არც არ ესმით ჩემი სულის და არ ესმით ის თუ რაზე ვსაუბრობ მე და შესაბამისად რჩევებიც იყო მაქედან გამომდინარე. ადრე მწყინდა ხოლმე ეგეთი კომენტარები, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რაც მე მაქვს, ჩემი სულია. ჩემი სული, ჩემი სიღრმე და ჩემი განცდები. და როცა ადამიანები, რომლებიც წლებია მიყურებენ, ან შეიძლება არც წლებია, მაგრამ მიყურებენ. მე დღემდე მტკიცედ მჯერა, რომ ჩემს სულის სიღრმეს თუ ვერ ხედავენ, გრძნობენ მაინც და იმიტომ რჩებიან ჩემთან, იმიტომ რომ ყველაზე ფასეული რაც მე მაქვს ეგ არის. და ძალიან მწყინდა ხოლმე, როცა ვხედავდი, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხედავდნენ. ხო და მე რომ გავიდა და რომ გავისარდე, ეხლა აღარ მწყინს, ანუ ეხლა მესმის. ეხლა მე მესმის მათი, ვისაც ჩემი არ ესმის. და ეს ნორმალურია, ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან. და შეიძლება რომ ადამიანს არც ვერ გაიგოს. ძირითადად ჩემი არ ესმით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც არიან აქ ამ სამყაროში, მატერიალურში და ამ ყველაფრით გარემოცული, ანუ ისინი აკავშირებენ ყველაფერს აი ამასთან და ყველაფრის გამოსავალსაც აქ პოულობენ და ფიქრობენ, რომ მაგალითად დეპრესია იმიტომ გაქვს, რომ საქმე არ გაქვს. ან რომ დეპრესია არის რაღაცა ცუდი და გისურვებენ, რომ სულ კარგად იყო. რეალურად აი რომ დააკვირდეთ სამყაროს, რომელიც ღმერთმა შექმნა იდეალურად, აი იდეალურად არის ყველაფერი შექმნილი და აი რომ ნახოთ, რომ დააკვირდეთ, ხო? დღე არ არსებობს ღამის გარეშე. ისე როგორც გათენება, აი მე მიყვარს ძალიან დილა, დილას თავის სული აქვს, აი სხვა სული აქვს დილას, საოცარი სული აქვს. არ არსებობს, აი როგორც ახალი ფურცელი, როგორც ახალი დასაწყისი, ანუ დილაში ღმერთია. და დილას შენშიც ისე ძლიერად არის ღმერთი, რომ ამას გრძნობ. და არ არსებობს დილა ღამის გარეშე. გათენება და ღამის გარეშე. სიცოცხლე, დაბადება, სიკვდილის გარეშე. სიკეთე, ბოროტების გარეშე. ნათელი, ბნელის გარეშე. და თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დეპრესია არ გაქვს, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღრმად ვერ გრძნობ. რაც უფრო ნაკლები აქვს ადამიანის ცხოვრებაში დეპრესია. ანუ დეპრესიას კლინიკურს არ უგულისხმობ. აი იმ ტკივილით გამოწვეულიაც გარშემო, არა მარტო ჩემ თავსაც და გარშემო სამყაროშიც ხდება. ანუ რაც უფრო ნაკლები აქვს ადამიანს ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო ზედაპირულია.
ზედაპირზეა. სიღრმეში ყოველთვის სიბნელეა. სიღრმეში ყოველთვის ტკივილია. და მე მიყვარს ჩემი სიღრმე. მე მიყვარს ტკივილი ჩემში. მე მიყვარს დეპრესია, რომელიც მე მტეხავს. რომელიც მე ვერ მომკლავს, იმიტომ რომ ეს ის ჯვარია, რომელიც უნდა ვატარო მე. მაგრამ მტეხავს და ამ გადატეხილში ახალი, უფრო ძლიერი მე ვიზრდები და ეს ისეთი საოცარია. თუმცა არიან ადამიანები, რომელსაც ეს ცუდი გონიათ. შეიძლება ახალგაზრდები არიან და უბრალოდ ეს არ შეხებიათ. ან შეიძლება არც არიან ახალგაზრდები და მაინც არ შეხებიათ ეს. ანუ ყველა ჩვენგან ჩვენი გზა გვაქვს. არავინ არ არის არც უფრო ნაკლები, არც უფრო მეტი. აბსოლუტურად ყველა ჩვენთან გვაქვს ჩვენი გზა. და ყველა ჩვენგანმა უნდა ვიაროთ ჩვენ გზაზე. და ეს დიდებულია და ეს საოცარია. ასევე იმუშავე. რამდენიმე საათი გადაიმუშავე. მე მინდა რომ ვიმუშაო. მაგრამ მე არასოდეს არ ვიმუშავებ სხვასთან. არა, ღმერთმა დამიფაროს, არასოდეს არ თქვა, არასოდეს შეიძლება მომიწიოს, მაგრამ მე ვამბობ ჩემი ნებასურვილით, მე მხოლოდ ვიმუშავებ ჩემს თავთან და ჩემს თავზე და თუ რამეს გავაკეთებ, ეს იქნება ჩემ პირადი და კი მზად ვარ ვიმუშაო 24/7-ზე ჩემს პირადში, ვიდრე რამდენიმე საათი ან არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საათი სხვასთან. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია, ისევ და ისევ. არავის არ მოუწოდებ, არავის არ ვამდაბლებ, არავის არ ვამაღლებ, აბსოლუტურად არაფერი. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული შეხედულება. მე ვმუშაობ. ჩემი არხი თუ კი ვინმე ადვილი გონია 8-10 წლის განმავლობაში მართო სოციალური ქსელების არის შენ სულს და გულს დებ, შენ ცხოვრებას და შენს თავს სცადეთ. ადვილი ვისაც გონია, პირველი 3 თვე გონიათ ხოლმე, მაქსიმუმ პირველი 9 წელი და მე ადამიანი გრძნობს ყველაფერს და მე ვერ უძლებენ. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ტვირთი იმ თვალსაზრისით, რომ შენ გესხმება ყველანაირი ადამიანის ყველანაირი ნეგატივი და შენ ეს უნდა ატარო. ღირსეულად თუ ღირსად, სხვადასხვა მომენტში როგორც შეგიძლია, მაგრამ უნდა ატარო და ეს არის ურთულესი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობა და ვისაც ადვილი გონიათ, უბრალოდ სცადეთ. ოღონდ არა ერთი ვიდეო და 2, არა ერთი თვე და არა 6 თვე, 1 წელი, 3 წელი სცადეთ. 3 წელი სცადეთ. ყოველ დღეში რამდენჯერმე გამოდით და გახსენით თქვენი სახლის და გულის და სულის კარები. აი მე 3 წლის მერე მოდით და მითხარით რომ მე არ ვმუშაობ. და რეალურად სასაცილო იცით რა არის, რაც უფრო დრო გავა. ეხლა არის დრო, როცა შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი და ეს არის რევოლუცია. შეიძლება ბევრი ვერ ხდება, მაგრამ ეს არის რევოლუცია. ნელ-ნელა შეიცვლება პროფესიები, შეიცვლება საქმიანობები, ნელ-ნელა ყველანაირი მექანიკური საქმე იქნება შესრულებს რობოტი, ან შესრულებს ჯერ ასრულებს არიან იაფი ძალა. როგორც აი მაგალითად ჩინური და მე უკვე ეს იქნება რობოტი ჩაანაცვლებს აი მექანიკურ საქმეებს და ანუ ადამიანთა საქმიანობა გადმოვა სრულიად აქ. სრულიად ინტერნეტში. და ამ დროს მე დავიმუშაო საკაც სხვაგან, ვიღაცასთან, რომელიც უნდა გავამდიდრო ჩემი შრომით. არა, მე მიჩვენე ჩემი თავი გავამდიდრო, თუნდაც არ მივიღო ფული, მაგრამ მე იმ განცდებში ასაც განვიცდი, უდიდეს რესურსს ვიღებ. ანუ ადამიანები ვერ ხვდებიან ერთ რაღაცას. რეალურად ფული მოდის რესურსიდან. შენ თუ არ გაქვს რესურსი, ფული არ მოდის. და მე ძალიან დიდი ხნის წინ შემეძლო დამეწყო ჩემი რესურსის გაყიდვა. მე რო ესტომებოდა, მე არ ვარ თავზე ხელაღებული ადამიანი. მე მაქვს ჩემი პრინციპები. ჩემთვის ფული არ არის ყველაფერი. ჩემთვის ფული ყველაფერი იყოს, მე უკვე მექნებოდა ერთი ან რამდენიმე ბინა ნაყიდი. უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე ჩემ თავთან ვიყო მართალი. და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ. თუმცა ის რომ ამაში არ ვზომავ და ამას არ ვიღებ და ამაზე არ ვიყიდები,
საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მე მდიდარი არ ვარ. შინაგანად გულისხმობ, იმიტომ რომ მე ჩემ რესურსს ვზრდი. და ის ადამიანები კიდე, ვინც ამაზე არ მუშაობენ, იმ რესურსაც რაც აქვთ, კარგავენ. შესაბამისად, წადი მუშავე ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურად ქმნის კონტენტს, არის კონტენტ კრეატორი, როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე. ძალიან მსუბუქად რო ვთქვათ, დაუფიქრებელი ნათქვამია. ეხლა ეს ადამიანი მეტყვი შენთვის კარგი მინდაო და მჯერა რომ ჩემთვის კარგი გინდა, მაგრამ ყველა ადამიანს რომელსაც ჩემთვის კარგი უნდა, ყველაზე ახლობელსაც კი, ვინც ყველაზე კარგად მიცნობს, აი იმასაც კი არ აქვს ნაფიქრი და ისიც კი ვერ მირჩევს მე ჩემთვის იმდენად კარგს, ამდენადაც მე თვითონ ვიცი. და რატო? იმიტომ რომ ანუ არავინ არ მიცნობს მე ისე კარგად, როგორც მე ვიცნობ საკუთარ თავს. და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მე ვიცი რა არის ჩემი გზა და მე ვიცი, რომ სუფთა ფურცლი რომ ვიწყებ, რა უნდა დავიწყო, საით უნდა წავიდე. დრაზე და როგორ უნდა ვიმუშაო, ეს მე ვიცი. და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს მინდოდა რომ მეთქვა ბოლო კომენტარებზე, ხოლო საწყის კომენტარებს, ადამიანების კომენტარებს, რომელსაც ჩემი სული დაინახეს, აუცილებლად წავიკითხავ და ასეთი ადამიანებსაც მე უბრალოდ კეთს ვიხრი. ეს ადამიანები მგონია რომ ჩემი სულიერი დები და ძმები არიან, ძალიან ახლობლები, სულით მონაცავეები, რომ მათ ესმით. ანუ შენ ვერ გაიგებ ჩემს სულს. თუ ჩვენ არ გვაქვს გადაკვეთის წერტილები. სულაც ერთად რო ვიყოთ გაზრდილი, სულაც ერთად რო ვიყოთ მთელი ცხოვრება, მაინც ვერ გაიგებ ჩემს სულს. თუ ჩემი და შენი სული ერთმანეთს სადღაც არ ეხება. და ვისაც ჩემი ესმის, ის ჩემს სულს ეხება. და ეს არის საოცრება, რომ მე ხედავ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, რომლის შესახებ არაფერი არ ვიცი. და ხედავ ადამიანს, რომელმაც კომენტარი დაწერა და ამ კომენტარში ჩანს, რომ ის ჩემს სულს ხედავს. ამ სიტყვებში მე დავინახე მისი სული, რომელმაც დაინახა ჩემი სული. იმიტომ რომ აირეკლა. აი როგორც სარკე. და ეს ისეთი საოცარია. აი ეს ისეთი ფასი ღირს, რომელიც აი ამაში არ იზომება. მაგათ ახლა მოდი. ამავსად საუზმე. მე უკვე დავლიყავა საწოლში ფილმთან ერთად და მივაყოლე 2 ბალიში შოკოლადი, რომელიც უგემრიელესი იყო. ხან ნახოთ რა საკეთებს ჩემი ლამაზი გოგონა. რა საკეთებს ჩემი სიცოცხლე თამაშობს? ჩემი სიცოცხლე თამაშობს. აჰა. და ეხლა მე რა მინდა? ეხლა რას ვფიქრობ? ერთჯერადი სოპი მინდა, თუ კვერცხი მინდა, თუ ორივე მინდა, თუ რა მინდა? მოდი ჯერჯერად სუპს გავიკეთებ, აბა. იმიტომ რომ გუშინაც მინდოდა. და გავკეთოთ. ესენი მომწონს ძალიან ბიგლანჩები. ოღონდ ეს არის მწარე და ეს არ არის მწარე და მე არ მიყვარს მწარე, ამიტომ ამას მივანიჭებ უპირატესობას, მოდი ესე ვთქვი. ჩემი ფრჩხილები, მე არ ვიცი როგორ ვძლებდი ხოლმე 3 კვირა, უკვე იზრდება ჩემი ფრჩხილები. მე ვხედავ რომ უკვე იზრდება, აი ამეებში, ხედავთ აი ამეებში და როგორც კი დავინახავ რომ წამოიზარდა, ეგრევე ვფიქრობ კორექციაზე. მაგრამ ჩემ თავს ვხარ, ჯერ ადრეა ჩემოსაყვარელობე ძვირფასო, ჯერ ძალიან ადრეა. ასე
მე ძალიან ბევრ წყალს არ ვასხავ, იმიტომ რომ მე გემო აქვს წყალ, რომელიც მე არ მიყვარს. მოდი კიდე დავადგავ, მე მგონი ევასაც მოუნდება. ავატოვებ კიდე. ასე. დავახაროთ. და ბეს როგორია ნახოთ. მზირი არ აქვს ობისკემო. ალუჩა, გავათავე 4 ცალიღა მაქვს. ასე იმ ჩემთვის შეუცვლელია. ხელი მგონი აღარ მაქვს. დღეს უნდა ვიყიდო. მე უნდა დავიდე ბაზარში ერთხელ. უნდა ვიყიდო თხილები. სხვადასხვანაირ შეურიო. მიქსი რომ მქონდეს. მომენატრა ჩემი გაკეთებული პიცა. ამას მივატანე სოსის ყველიანს. გუშინ ვიყიდე და ხაპარია. მიყვარს. ათმაქცინება აწია წვედი და მონახოთ ვადა თუ არა ქართული. ამას გავიკეთებ. 07 04 ახლა ეს როგორ გავიგო 04 2005 07 2025 ეს თარ უნდა იყოს რა ვიცი ანუ გამოშვების თარიღი არ აწერია სადამდე შეიძლება ის აწერია რა ხოლო უბრალოდ თვეები აწერია დღეები არ აწერია ხო მიხდის წესვიძახი შენია რა ხსოვდა უშენს კიდე ეჩენს მოგიხარს რაო პატარა ცხვირით რასაკეთებ ესე რო ხშობ რას ნიშნავს ეგ პატაძინე ცხვირი ერთი ციცქნა ცხვირით ევიტონი და დასუპი გინდა გაიგეთო? თუ არა? გინდა? გაგიკეთო? კი. იმასაც ის გავუკეთებ, როგორც მე გავიკეთე.
არის, არც ერთს არ გვიყვარს. თოკო არის ნამდვილი მეგრული ფესვების მქონე. არც ანდრეს არ ვარწარე. ჩემი სამისულიდან მაგრამ თოკოს ვარწარე. გორანი ჩემი საუზმე. მე კითხებიან ხოლმე, ახლა ვიკლებ თუ ვინ არჩუნებ. ეს არის ბიგ ლანჩი, რომელიც ძალიან მომწონს. და ყველიანი სოსი. სინამდვილეში ახლა ნელ-ნელა ვიკლებ. ნელ-ნელა. და როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა. უბრალოდ მაშინ, როცა მშია და ვჩერდები, როცა აღარ მშია. ვცდილობ ზედმეტი არ ვჭამო და ღამე არ ვჭამო. ანუ რეალურად ღამე მშია ხოლმე. ძალიან არა. მაგრამ ღამე რომ მშია, ეგ არის დეფიციტი. და ეს არის დეფიციტი, არის ზონაში კრება. რეალურად ჩვენ რომელიმე კონკრეტული საკვები არ გვაქვს უქებს. მას უქებს ზედმეტის ჭამა. დაკლება არ არის ძნელი. ძალიან ძნელი. მაგრამ მთელი ცხოვრება რომ შევინარჩუნოთ შედეგი. საჭირო არ იყოს აკრძალვები. ქონება იყოს მენტალობა, ჯანსაღი. და არ იყოს ზედმეტი ემოციური ან კომპულსიური კვების ეპიზოდები. რასაც აპროვოცირებს აკრძალვები. მშვიდობისა ყველას.